ოთხთა ეკლესიიდან დაბრუნებულებს გზაში შემოგვაბინდდა. ულამაზესი აგარას კოტეჯები გველოდება, სადაც ჩვენი სასტუმრო ადგილია. ყველანი სევდიანები ვართ. წინ გრძელი გზაა. ვეცადე ფიქრებიდან მეხსნა ჯგუფის წევრები. აბა ხელები დამალახეთ ყველა ხელები. ჩემი ხელი წაგერაა. ჩემთვის პირველი ტკივილი როდია, თუმცა ვინც პირველად ესტუმრა დიდებულ ოთხთას, მოლოდინის ფარგლებს გასცდა, მათ წინ გადაშლილი ტკივილიანი სანახაობა. ეს ძველი იუსუფელია, წყალში დაძირული ქალაქი იუსუფელი. ბინდში გახვეული სიმკვდროვე მეტად სევდიანია. ძველი იუსუფელია, ქვევით ხალხი. ვინც ამ ადგილს დაინახავს, მის სილამაზეს ეტრფის. კლდეებში მოქცეული ტბა ვერცხლში ჩასმულ ზურმუხტის თვალს ჰგავს. დიახ, ნახველები იტყვიან, ეს რა სილამაზეაო. ამ სილამაზეში მთელი ტკივილიანი ისტორიაა. წყალში დამხრჩვალი ბროწეულები, დაუკრიფავი პირსიცილა ლეღვები და გარდაცვლილთა საფლავები. ეზოები, სადაც ბავშვები დარბოდნენ, ზეთისხილის მსხმოიარე ხეები, ყურძნის მტევნები და წარსულის ისტორია. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ წყლის ქვეშ მოექცა კავკასიძეების ციხე. აი ჩვენს სასტუმრო კოტეჯებსაც მოვუახლოვდით. მეგობრებო, ეხლა მოვედით სასტუმროში, აგარა არის ასეთი ტაოში და ეს არის ჩვენი დასვენების ადგილი, ეს რესტორანი, სადაც დილით და საღამოთი კვება გვაქვს. ახლა ჩემს ჯგუფის წევრებთან ერთად ვემზადებით ბახშმისთვის. აი აქ ვარ ჩეკრებილები. აქვე კაფე არის. ეს ჩვენი რესტორანი, როგორც გითხარით. წყლის შრიალის და ჩხრიალის ხმები ისმის საკალმახიდან მოედინება ეს წყლები. აუცილებლად დილით კალმახებსაც გაჩვენებთ. აი ეს სამსართულიანი კოტეჯი არის ჩვენი, სადაც სამივე სართული გვაქვს დაკავებული. აი ეს ვერძის თავი, ხომ გახსოვთ ჩემი ვიდეოდან? აქეთაც შემდგომი კოტეჯები გახლავთ. ჩვენი კოტეჯი არის ძალიან ლამაზი და დიდი. აი ეს არის ჩვენი სასტუმრო კოტეჯები, აგარა. ეს საკალმახი გახსოვთ ალბათ, ვინც ადევნებთ თვალს ჩემს ვიდეოებს, დილით აუცილებლად გაჩვენებთ კალმახებს, ძალიან ლამაზები და საყვარლები არიან. მოკლედ ასეთი ამბებია. ეს ჩვენ ამ არაჩვეულებრივ გარემოში მოგვიწევს დასვენება და 2 ღამე აქ იქნებით, ჩემო კარგებო. ესე ბდღვიალებს აქაურობა. აბა დროებით დაგემშვიდობებით. მივდივართ რესტორანში, სადაც გემრიელი ვახშამი ველოდება. მეგობრებო, დღეს
ჩვენი დღევანდელი დღის რუტინა მოვწურეთ, ძალიან სასიამოვნო დღე გქონდა და ახლა მინდა შევიდე და გაჩვენოთ ჩვენი საღამოს ბახშამი რესტორანში აგარა. აი ეს არის ჩვენი რესტორანი, სადაც უნდა ვივახშმოთ. ესენი ჩვენი მეგობრები. ახლა თევზი. შვენიერი კალმახი. უგემრიელესი. აკი გითხარით რომ საკალმახეში ვართ? არაჩვეულებრივ გარემოცვაში ვართ. ჩემო მეგობრებო. დიდი მადლობა. აი ჩვენი კალმახი. სანსუკან ქართველები არიან. ძალიან მაგარია. აბა დროებით. ნამ შედობისაო. ცოტა ჩაკუჭული კაბამაცია, მაგრამ არა უშავს. იმედია გასწორდება, რადგან ისეთი ადრეა, ჯერ უთოцკი ვერ მოვიცხოვე. მაგრამ თქვენ ამის გულისთვის არ დამიწუნოთ. შემოგვიფასებო. ქათმები წოლიათ. კიდე ვარდი ყავის, ლამაზი ვარდია ნახეთ. მეგობრებო, ნახეთ რა შევნიშნე. ნახეთ. ნახეთ, საყვარელია, ჩიტის სახლი. ხეზე ჩამოკიდებული. პატარა 64-ია. ვაიმე! ამოიყვანე? გმერთო. რამდენი პაპარაცები ვართ? მისეული. აქეთ ხარა შემოკარგებო, ნახეთ, მოსახლეობაც არის და თან მდინარე ჩამოედინება, არასაყვარელია. რა კარგია ქაურობა ღმერთო. აი, ნელ-ნელა ვიკრიბებით. მოდიან ჩვენი მეგობრები. აბა ხელი დამიქნიეთ. მოკლედ ჩემო მეგობრებო, ცოტა შევცივდა ესეთი დილა არის. ძალიან ცივა. თუ აგვისტოს თვეში სადმე შემცივდებოდა, ვერ ვიფიქრებდი და ამიტომ დავდივართ ახლა. ველოდებით ყველას გაღვიძებას, შემდეგ ვისაუზმებთ და გავუდგებით გზას ბანას მონასტრისკენ. დილამშვიდობის. აი, აქედანაც დაგანახებთ საკალმახეს. ნახეთ როგორ ჩანს აქედან კალმახები. სასწაული სილამაზე. ახლა მთვარესაც დაგანახებთ. ნახეთ, აბა მთვარე თუ ჩანს.
აი მთვარეც ჩანს. წარმოიდგინეთ დილის 7 საათია და ჯერ კიდევ მთვარე აქეთ მზეა მოდის, იქეთ მთვარე ჩანს. ნახეთ აბა მზის შუქი უკვე მთას რო უტყამს. აი ის დროა, როცა მზე და მთვარე ერთმანეთს ხვდება. ერთი მეორეს აცილებს. წინ საუზმე გველოდება, შემდეგ კი გზა, რომელიც მიგვიყვანს მდუმარე ტაძრებთან. შეგერგოთ მეგობრებო, შეგერგოთ. მადლობა ღმერთო მზისთვის გავიყინეთ. ზე რომ გამოგვიგზავნე დილა არის ხალხმა მართლა. ესე იგი მზეც ამობრწყინდა, გაძლიერდა, გაგვათბო, თორე ვიყინებოდით. ისეთი სიცივე არის აგვისტოს 14 რიცხვში აქ. ჩვენ უკვე ვისაუზმეთ და ახლა მივდივართ უკვე ეკლესია მონასტრებისკენ. გოგუები ფოტოებს იღებენ და წავედით.